კონკურსი მის ბიკინი დასრულებულია. ფინალურ შოუს ქალაქმა თელავმა უმასპინძლა. 18 გოგონა, რომლებიც საუკეთესო გარეგნობისა და რაც მთავარია, ტანის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდნენ, სასტუმრო ცისკარაში გამოდიოდნენ. მოსამზადებელ პერიოდთან შედარებით ფინალი ძალიან ეფექტური გამოდგა. ჩანდა, რომ გასულმა ეტაპებმა თკულად არ ჩაიარეს. კონკურსანტებს ბევრი ევარჯიშათ და თავის შესაბამისად ეჭირათ. ჩვენი წინა სიუჟეტის რესპონდენტებიდან გამარჯვებულთა შორის მხოლოდ მეორე ვიცემისი, ქეთი ცისკარიძე ვიხილეთ. ჟიურის შორის თავს იწონებდა ნონა დიაკონიძე. გასული წლის მის ბიკინი. სწორედ მან გადასცა გამარჯვებულს გვირგვინი. პირველი ადგილი აი ამ გოგონამ, სოფო რომანიშვილმა დაიკავა. მას არ ჩამორჩებოდა პირველი ვიცემისი მარის არჩინელია. ყოველ შემთხვევაში, ტანითა და ფორმებით მაინც. სამივე გამარჯვებულ გოგონას ეგზოტიკური თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ. რაც არ უნდა იყოს, მსოფლიოს ქართული ტიპაჟი უფრო მოხიბლობს, ვიდრე ქერა ლამაზმანები. ისინი ხომ რუსეთ-უკრაინის ტერიტორიებიდანაც მრავლად არიან. 2008 გამარჯვებული ნონა გასული წლის ემოციურობისგან განსხვავებით ამაყად და დახვეწილად იდგა სცენაზე და გვირგვინით საზეიმოდ გადასცა ბიკინი 2009-ს. ეს იყო ჩემი პირველი კონკურსი და პირველი წარმატება და ძალიან გახარებული ვარ, რომ ყველაფერი ასე დაიწყო. ვიცოდი, რომ შანსები მქონდა და ველოდი ამ გამარჯვებას. ჩემი ყველაზე პირველი კონკურსი იყო 2006 წელს მის ბიკინი საქართველოს და ძალიან მოხარული ვარ, რომ მივიღე კიდევ მონაწილეობა ამ კონკურსში და ამჯერად გამიმართლა. იმედი მქონდა, მაგრამ რა ვიცი, თან მიხარია. უკვე დასაწყისშივე შეგეძლოთ გამოგეკვეთეთ ის ფავორიტები, რომლებიც მყარად დაიკავებდნენ წამყვან პოზიციებს. ეს ჩანდა ბიკინის კონკურსების დროსაც, მაშინაც, როდესაც გოგონები კაბებით დეფილირებდნენ. ხალხის რეაქცია ძალიან თბილი მაყურებელი ყავს, ძალიან კარგად მიგვიყო მაყურებელმა. გოგონებიც კარგად გამოიყურებოდნენ, იყო იქ რაღაცა პატარ-პატარა, ძალიან პატარა დეტალები, ხარვეზები. ჩვენ ამასაც გამოვასწორებთ, იმედია, რომ კიდევ უფრო უკეთესი იქნება მომავალ წელს. უკვე ზაფხულისკენ გაირკვევა, წავა თუ არა ერთ-ერთი ვიცემისი კონკურს Top Model-ზე და ამავე პერიოდში ორგანიზატორებს ეცოდინებათ კონკრეტულად სად ტარდება წლევანდელი მსოფლიო კონკურსი Miss Bikini. ვნახოთ როგორ წარმოაჩენს სოფო თავს რამდენიმე ათეული ქვეყნის წარმომადგენლის ფონზე.